ახლა მოგიყვებით ყველაზე საინტერესო პროცესების შესახებ. მომყევით. მიღების შემდეგ გზე კიდევ არაერთ ეტაპს გადის. იფილტრება, მიმდინარეობს მისი სეპარირება და გასტანდარტება ცხიმის და ცილის მიხედვით. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი მაინც პასტერიზაციაა. იგივე თერმული დამუშავება. ამ დროს გზე იწმინდება არასასურველი ბაქტერიებისგან, შედეგად ვიღებთ უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქტს. წარმოება მიმდინარეობს მეთოდით, რომელიც სრულად გამორიცხავს ადამიანის ხელით ჩართულობას. ყველაფერს მანქანა დანადგარები აკეთებს. ჩვენი ოპერატორები მუდმივად ფალყურს ადევნებენ პროცესს. გასტანდარტებულ ნარევს ემატება დედო, მაწონს მაწვნის დედო, არაჟანს არაჟნის და შესაბამის ტემპერატურაზე შედედების შედეგად პროდუქტი იღებს საბოლოო სახეს. დაფასებამდე ლაბორატორიაში კიდევ ერთხელ ვამოწმებთ ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე და როდესაც ვწმუნდებით, რომ ყველა სტანდარტს შეესაბამება, ვიწყებთ დაფასებას. ამის შემდეგ მიმდინარეობს დეგუსტაცია და ლაბორატორიული შემოწმება, რათა საბოლოოდ დავწმუნდეთ პროდუქტის მაღალ ხარისხში. ობიექტებში პროდუქციას მხოლოდ და მხოლოდ მაცივარ მანქანებით ვაგზავნით, რომ არ დაირღვეს ესე ვთქვათ ცივი ჯაჭვი. უკვე 25 წელზე მეტია ხარისხი ჩვენი პრიორიტეტია.